ბავშვებს ძალიან მიყვართ ჩემი გაკეთებული ფენქეიქები და ამიტომ რაღაცა ხშირად მიწევს ხოლმე რომ გავაკეთო აი ეს ფენქეიქი. ვინც მიცნობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი ესეთი ერთ-ერთი საყვარელი რამ არის, იმიტომ რომ სახში როცა მოვდივარ, ბავშვები და ზურა მხვდებიან, რაღაც ვცდილობ ხოლმე რაღაც დრო დავუთმო, შესაბამისად, როგორც ყველა დიასახლისი, სახში მე ვარ ჩვეულებრივი დიასახლისი. წამოდით! ტას! წამოდით! წამო მომიხმარეთ ახლა. მეცა დავაფინოთ. უკვე საღამოა, ყველა მოვედით ჩვენი საქმეებიდან, ბავშვების სკოლიდან, გაკვეთილებიდან, მე და ზურაც ჩვენი საქმეებიდან და ვახშმობთ და ეს არის, რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა, როცა მთელი ოჯახი ვართ ერთად. ყოველი საღამო ჩვენთვის ესეთია და რა ვიცი, მე ვფიქრობ, ყველა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს არის. კერძებში არ გამომდის, მაგრამ ისე თუ მოინდობა, ბევრი რაღაც კაი კერძი გამოდის. მაგრამ ესეთი ის მაქვს ჩვევა, რომ მე თუ ვაკეთებ, ანუ მე რო ვაკეთებ, მე ავჭამ. ნუ ახლა ეს ორი გაგებით არის რა, რომ მაგრამ ნუ მართლა ესეა. ძირითადად მიყვარს ხოლმე, როცა სხვები მიირთმევენ ჩემ გაკეთებას და ნუ საღამოსაც ვცდილობ. და ეროდება რომელი დაეცემა პირველი. საღამოსაც ვცდილობ ხოლმე, რომ ავჭამ. სახში როცა სიმშვიდეა და სიმყუდროვეა, ნუ ყოველთვის მე ესე ვფიქრობ, რომ 99%-ს და რატო არა 100%-ს ქალებს უნდა ჩათვალონ, რომ ანუ ბედნიერება აქვთ. თუ ოჯახი გიყვარს, შვილები გიყვარს, აი სახში რომ მოსვლა გიხარია და სიტყვაზე სამსახურსო დაამთავრე და სხვაგან არ გიხარია ესე წასვლა და სახში მორბი ხარ, იმიტომ რომ ოჯახი ნახო და რაღაც მოესიყვარო, სანამ ბავშვები დაეძინებენ ის 2 საათიც, განსაკუთრებით როცა 10 წელი შეგესრულდება ცოლ-ქმარს, ნუ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაფერი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ბედნიერია. დრო არ მეყავ ალბათ, რომ ჩამოვთვალო რა სურს ზოგადად ქალებს, მაგრამ ყველაფერი მოდის იქიდან, რომ მთავარი არის სიყვარული, სითბო და აი ეს ოჯახური გარემო, რაც ჩემთვის